რა ხდება, ვინ არის ეს ეპშტეინი და რა უნდა ეს უნდა გავარჩიოთ. სხვადასხვა ვერსიები არსებობს, ხო? არსებობს ასეთი ფოლკლორული ვერსია, რომ აი რაღაც სატანისტური ჯგუფი, ვიღაც სატანისტების ჯგუფი, პედოფილების ჯგუფი იყვნენ, რომლებიც აი ამ პრეზიდენტებთან, უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებთან, ინფლუენსერებთან, მომღერლებთან, ბიზნესმენებთან ერთად ჩადიოდნენ ამ კუნძულზე და იქ არასრულწლოვან ბავშვებს, ასე ვთქვათ, აუპატიურებდნენ და აი ამ რაღაც სხვადასხვა რიტუალებს ატარებდნენ. ეს არის ერთი ვერსია ამ საკითხთან დაკავშირებით და არსებობს კიდევ სხვა ვერსია, რომ ეს ის თვითონ ფაქტი, რომ მართლაც იქ არასრულწლოვანები იმყოფებოდნენ და მათი სექსუალური ექსპლუატაცია მიმდინარეობდა, ეს დამტკიცებულია უკვე, მათ შორის ბრალი დაუმტკიცდა უშუალოდ ეპშტეინს, ჯეფრი ეპშტეინს, ვინც იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. მე 2019 წელს ის გაურკვეველ ვითარებაში ჩამოხრჩვალი იპოვეს თავის ერთ კაციან საკანში, ოღონდ რატომღაც ვიდეო კამერა იყო გამორთული ამ დროს, როდესაც თავს ირჩობდა. ერთ-ერთი ვერსიით ეს არ იყო რაღაც მარტო სატანისტების და რეპტილოიდების ორგანიზებული რაღაც ღონისძიება ბრჭყილ იმაში რა, რა ქვია, წყალებში, არამედ იყო კარგად ორგანიზებული სპეცსამსახურების მიერ კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია იმისთვის, რომ მოხდარიყო კომპრომატების შეგროვება, მოხდარიყო სხვადასხვა ანუ ისეთ ცნობილ ადამიანებზე, პოლიტიკოსებზე კომპრომატების შეგროვების სპეციალური ინფრასტრუქტურა ჰქონდათ მოწყობილი, მათ შორის არასრულწლოვანების ჩართულობით. მოდით ახლა ჩვენ ორი სიტყვით ავხსნათ, ანუ თვითონ მოდი ისტორია მოყვეთ. ხო, ეს ჯეფრი ეპშტეინი ვინ არის? მოდით მაგით დავიწყოთ. ეს არის, ну, წარმომავლობით ებრაელი, მაგრამ ამერიკელი ფინანსისტი, რომელმაც საკმაოდ წარმატებული კარიერა, ფინანსური კარიერა აწყო შეერთებულ შტატებში და, ну, სხვადასხვა აი სულ რო გვერდზე გადავდოთ მისი ფინანსური მდგომარეობა, ამ ადამიანს აღწერდნენ როგორც კარგ ორგანიზატორს, როგორც ესეთ მხიარულ ადამიანს, რომელიც იყო ძალიან კომუნიკაბელური, მარტივად შედიოდა ადამიანებთან ურთიერთობაში, პრაქტიკულად ყველა სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდა ესეთი ღია, კარგი ურთიერთობები და ისეთი კომუნიკატორი იყო საკმაოდ ესეთი გამორჩეული. მან დავამატოთ, რომ თვითონ ამის ფინანსისტობის ნაწილიც მთლად აი ესე გარკვეული კი არ არის, აი კონკრეტულად ამისი საქმიანობა, კონკრეტულად რა სფეროში იყო არა. მათში მიმდინარეობდა, ანუ ამას ერქვა ფინანსისტი და კი აი სხვადასხვა ფინანსისტებთან, სხვადასხვა ამ სფეროს ორგანიზაციებთან ამუშევარი ქონდა, ოღონდ თლად ბოლომდე გარკვეული არ იყო, ამან აი ეს იყო საკმაოდ შეძლებული ადამიანი, კუნძული ეკუთვნოდა. უბრალოდ ამ ზომის ოდენობის ქონება აი რა ფინანსისტური საქმიანობით დააგრო, თლად აი ხა ესეთი დაზუსტებული ინფორმაცია, მაგალითად არსებობს, ანუ ამაზე არსებობს რაღაც ვერსიები, არსებობს რაღაც გაურკვეველი მithქმა-მოთქმა და მათ შორის არსებობს როგორი ვერსიები, იცი? თითქოს ეს კაცი ფინანსისტიც კი არ იყო, არამედ აი რაღაცა გამრთობ ორგანიზატორად მუშაობდა და ნუ ეს რაღაცა შეფუთვის ლეგენდა იყო, შესაფუთი ფორმა იყო ამის საქმიანობის, რომ აი რაღაც ფინანსისტია და ვიღაც თან როგორი ის ქონა მათ შორის ლეგენდა, რომ მე მუშაობ მხოლოდ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ მილიარდზე მეტი ქონებაო და რაღაც რა ეგეთი ვერსიაც არსებობს, რომ თითქოს ქონა ნათქვამი, რომ სულ ორი კლიენტი მყავს ვიღაცა და ან ის კი არა რაღაცა ფართოდ გარკვეულია, რომ აი ეს საქმიანობს აი ამასთან უწევს რაღაც ხო ფინანსურ საკითხებში დახმარებას. აი გაურკვეველი იყო მისი საქმიანობის. აი მისი ბექგრაუნდი, აი ეს გაურკვეველი ფინანსური წარმომავლობა მათ შორის მიუთითებს იმ ვერსიაზე, რომ ის მარტო არ მოქმედებდა, არამედ მართლა იყო რაღაცა დიდი პროექტის ნაწილი. ხო, ეგეც ვთქვათ, რომელ წლებზეა საუბარი. ეს იყო 80-იანი წლებში, ეს კაცი აი გამოჩნდა
ამერიკის აი ფინანსურ ბიზნეს წრეებში. ოღონდ ჯერ 80-იანი წლების ბოლოსაც იღებდა ხელფას, სერიოზულ ხელფას. ოღონდ უბრალოდ ხელფასზე მომუშავე ის იყო, რა ქვია, ფიგურა და შემდეგ 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო ამისი რაღაცა სწრაფი აღმავლობა. და ნუ ეს კაცი გადაიქცა ძალიან დიდარ ადამიანად, ერქვა ფინანსისტი, ოღონდ ნუ თლად ბოლომდე დაზუსტებული არ არის რა ფორმით. საკმაოდ ბურუსით არის მოცული მისი ეს ფინანსური თუ ეკონომიკური ეს წარსული და მდგომარეობა. შემდეგ უკვე 90-იანებში მისი თვითმკვლელობაც ბურუსი. როგორც ეგ ბოლოს მივალთ ქრონოლოგიურად 90 წელი. 90-იანებიდან მოყოლებული 2000-იანების ჩათვლით ეს ადამიანი არის აი ძალიან აქტიური აი ამ ელიტებში, სხვადასხვა წვეულებებზე, ღონისძიებებზე ეს კაცი ხშირად ჩანს, ყველასთან მეგობრობს, აი ძალიან საინტერესოა, რომ აი ყველა წარმატებულ ადამიანთან ეს არის ღია კომუნიკაციაში. იმის პრინცი ენდრუ იქნება ეს ბრიტანეთის სამეფოს წარმომადგენელი თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბილ კლინტონი თუ ვიღა დევიდ კოპერფილდი თუ მაიკლ ჯექსონი ყველას ეს ადამიანი იცნობს. ფოტოებიც ვნახოთ აი ამასობაში ეს არის მისი ფოტოები. გამოვიტანთ. აი ახლა მაგალითად ეს არის ეფშტეინი კლინტონთან. მაგაზი ცალკე კლინტონთან მე საერთოდ მიკ ჯაგერთან, კლინტონთან, კევინ სპეისი, კაცო. ენდრუ ეს მე ვაჩვენე ეს ჯექსონთან. ენდრუ, პრინცი ენდრუ. ოღ მე ცალკე საგანგებოდ ვაჩვენოთ ეს კლინტონი მის ჯაკუზიში და ნუ მათ შორის ტრამპთანაც ფაქტია რომ ტრამპთანაც სურათები ჰქონდა გადაღებული და იცნობდა ტრამპიც არ უარყოფდა რომ მას იცნობდა. 2000-იანების დასაწყისში 2004 წელს ამ ადამიანის წინააღმდეგ ხდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იმ ფაქტთან დაკავშირებით რომ რამოდენიმე ათეული არასრულწლოვანი გოგონას სექსუალურ ექსპლუატაციაში ეს ადამიანი პირადად იღებდა მონაწილეობას. ანუ მათ შორის უშუალოდ ის ადამიანები ის მაშინ ვინც ბავშვები იყვნენ, ნაწილი ალაპარაკდა, რომ მართლაც ისინი ჩაიყვანეს მაგ კუნძულზე, როდესაც ისინი არასრულწლოვნები იყვნენ და ნუ სხვადასხვა ადამიანებთან ჰქონდათ სექსუალური ასე ვთქვათ, კავშირი. ერთს დავამატებ, რომ ოღონ ამაზე აი ესეთი განცხადებებია მიმართვა სამართალდამცავების მიმართ დაიწყო 96 თუ 17 წლიდან. პირველი ფაქტი, რომ ერთ-ერთი ასეთი მოზარდის დეიდა მიმართა, ეს უკვე 97 წელს მოხდა. მაგის შემდეგ იყო არაერთი მიმართვა, რომელიც რაღაცნაირად გაურკვევლად მიჩქმალული იყო. შინაარსით, რა მიზეზით მიჩქმალვა ხდებოდა და უყურადღება რჩებოდა და ნუ იმდენი დაგროვდა მე 2004 წლისთვის. 2004 წლის საქმეც სინამდვილეში საპროცესო შეთანხმებით დამთავრდა და უკვე 2000-იანების ბოლოსკენ, სადღაც 10 წლიდან მოყოლებული უკვე იმდენად რეზონანსული სახე მიიღო ამ საკითხმა, რომ საზოგადოების ფართო ყურებამდე მივიდა აი ამ кейსის შესახებ ინფორმაცია და მეორეჯერ მოხდა ასე ვთქვათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ნუ სადაც უკვე გასაგები იყო რომ უკვე მაგის ასე ვთქვათ მიჩქმალვა ამ საკითხის დამალვა უკვე შეუძლებელი იყო და ამ ადამიანს დაუმტკიცდა ეს მძიმე ბრალდებები, მათ შორის ის ციხეში აღმოჩნდა და აი ყველაზე უცნაური რაც არის 2019 წელს ეს ადამიანი ჩამოხრჩალი იპოვეს საკუთარ საკანში, ისევ და ისევ ისეთი ძალიან უცნაურ გარემოებაში, როდესაც მაინც და მაინც ამ თავის ჩამოხრჩობის პროცესის დროს რატომღაც აი ეს ვიდეო კამერა იყო გამორთული და არ მუშაობდა. ნუ რაც დამატებით კითხვებს და ეჭვებს აჩენს, რომ ნუ ეს ადამიანი მოიშორეს. შემდეგ უკვე ეტაპობრივად ეს ფაილები, რასაც ეძახდნენ ეფშტეინის ფაილები, ამაზე მუდმივად ხდებოდა შიდა ამერიკულ დისკურსში ამაზე აპელირება, სხვადასხვა პოლიტიკოსებს, სხვადასხვა გავლენიან ადამიანებს ამ საკითხით უტევდნენ, რომ ისინიც კავშირში იყვნენ ჯეფრი ეფშტეინთან, ნუ კავშირში ყოფნა რას ნიშნავს? ანუ ისინიც იყვნენ
იმ ყბადაღებულ კუნძულზე, სადაც არასრულწლოვან ბავშვებს, ასე ვთქვათ, აუპატიურებდნენ. ხო, პედოფილით იყვნენ დაკავებულები. ეს ძალიან მძიმე ბრალდებები იყო და როგორც კი ტრამპი მოვიდა ძალაუფლებაში, ამგად 2016 წელს 16 წლის არჩევნების შედეგად ის შევიდა თეთრ-თაღში, ვინაიდან ამ რესპუბლიკურ პარტიას და ამ კონსერვატიულ ძალებს მეტი გავლენები მიეცათ და მეტი შესაძლებლობები ცხადია, ეს საკითხი იყო ერთ-ერთი ყველაზე ასეთი ყველაზე აქტუალური საინფორმაციო საკითხი, რაზეც ასე აი 11 წლიდან მოყოლებული დღემდე ტოპ ნიუსად არის ქცეული ამერიკის შიდა პოლიტიკურ წრეში. სხვათა შორის საინტერესო ისიც არის, რომ მათ შორის დემოკრატიული პარტიაც, ანუ ეს ლიბერალური ფლანგიც რაღაცა კუთხით ამ ეპშტეინის кейსს იყენებს ტრამპის წინააღმდეგაც და ტრამპს მუდმივად ახსენებენ, რომ ბოლომდე გამოაქვეყნოს ყველა ის ინფორმაცია, რაც აქვს სამართალ დამცავ უწყებას იმისთვის, რომ საბოლოოდ გადამოწმდეს თვითონ ტრამპიც ხო არ არის ამ ყველაფერში გარეული. და სხვათა შორის ეხლაც აი ამ გამოქვეყნების პარალელურად ამერიკაში არის დიდი უკმაყოფილება აგორებული იმის თაობაზე, რომ არა სრული ფაილები გამოქვეყნდა, ძალიან ბევრი ფაილები დარჩა გამოუქვეყნებელი და მაგაზე უკმაყოფილოა ბევრი ადამიანი, რაზეც მე ხელისუფლებამ განცხადება გააკეთა, რომ ეს პროცესი გრძელდება და ხო, სხვათა შორის მაგაზეც არის არ არის კმაყოფილი. არ არის, კი, კმაყოფილი, იმიტომ რომ მანდ ხელისუფლება აცხადებს, რომ გრძელდება პროცესი და ანუ გამოქვეყნდა ათეულობით ათასი ფაილი. და როგორც აცხადებენ, არის ასეულობით ათასი ფაილი ამ საქმეში. კი. და გამოქვეყნებული ფაილების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო უბრალოდ შავად დაფარული. ანუ წარმოგიდგენ, ფურცელი ქვეყნება და ფურცელზე რაც კი ანუ დაფარული იყო შინაგან. უბრალოდ დაფარული. ცხადია ხალხი აღშფოთდა, რომ ეს რა არის, ანუ ეს არ არის რეალური გამოქვეყნება. ოღონდ გამოქვეყნების შინაარსი რა იყო? გამოქვეყნების შინაარსი იყო კონგრესმა მიიღო კანონი, რომ ეს ფაილები უნდა გამოქვეყნდეს. კონგრესის მიღებულ კანონში იყო დათქმული, აი ბოლო თარიღი არის ეს. აი ამ თარიღში უნდა გამოქვეყნდეს ყველაფერი. ამ თარიღამდე მოასწარი. იმ დღეს რომელი თარიღიც იყო დათქმული ბოლო თარიღად მართლა გამოქვეყნდა, ოღონდ დაფარული ფაილები, ნაწილი დაფარული იყო, ხო? და ეხლა როცა ადმინისტრაცია ამერიკის ამბობს, რომ იცი რა, დრო ჭირდება დანარჩენი ფაილების დამუშავებას და გამოცემასო, კრიტიკოსები, მათ შორის კონგრესის ნაწილი, რომელიც ემხრობოდა, ამბობენ, რომ როგორ კაცო ჩვენ კანონი რომ მივიღეთ, ის კანონში ეგ დრო იგთვალისწინებდა, რომ შენ ყველაფერს დამუშავებდი, ყველაფერს გამოვაკეთე, ეგ დრო არა რელევანტური თან რას ვქო რა დამუშავება სჭირდებაო, ან დრო რა დამუშავება სჭირდება, ესე იგი რაღაცებს არ აქვეყნ, ხო? მეორე მხარე კი ამბობს იმ არგუმენტებს, რომ იცი რა, რიგი მოწმეების ინფორმაცია, მოწმეები რო არ დაზარალდნენ, დაზარალებულებს რო არ შეექმნათ რაღაც საფრთხე პრობლემები და ასე შემდეგ, აი მაგ ნაწილს ვფარავთ, ოღონდ რა რაოდენობის მასალებიც დაიფარა, ის ნუ აშკარად არ შეესაბამება არ დაიჯერა არავინ რომ მაგითო დაფარეს და მანდ აი უბრალოდ დავფიქრდეთ თვითონ მასშტაბს, უყურეთ ეს არის საკითხი რომელიც უკავშირდება ერთ ადამიანს, ერთი ადამიანი იყო ეს ეპშტეინი, რომელსაც ჰქონდა კუნძული რაღაცა ავადმყოფული გართობის მეთოდები ჰქონდა მოფიქრებული იმ კუნძულზე და წარმატებული პოლიტიკურად, ფინანსურად და ზოგადად შოუ ბიზნესში წარმატებული ადამიანები ჩაყავდა იქ, ანუ სოფლიოში გავლენიანი ადამიანები ჩაყავდა იქ და აი ავადმყოფურ გართობაში იღებდნენ მონაწილეობას და მაგ ფაილების 100,000-ობით ფაილია. უბრალოდ აი მასშტაბზე რო დავფიქრდეთ, ანუ 100,000-ობით ფაილი.
ეგ ნუ ერთ კუნძულზე სხვა კუნძულზეც ხო ერთობოდა ის ხალხი. სხვა რაღაცა გართობა, სხვა რაღაცა ხო ერთობოდა ის ხალხი, რა თქმა. ანუ მანდ რა არის, იცით, აი უბრალოდ ეს იმის კონტექსტში რომ განვიხილოთ, აი საუბარი რაზე მიდის. მანდ მიდის საუბარი იმაზე, რომ აი ეხა მაგას ფოტოებიც ვინც ვაჩვენეთ, ხო? ეგ იყვნენ გავლენიანი რამდენად იყო ეგ ადამიანები, ამერიკის პრეზიდენტებზე საუბარი. ხო? ანუ თუ კი ვინმეა გავლენიანი სოფლიოში, ნომერ პირველი გავლენების მქონე ხალხზეა საუბარი. ეგეთ ადამიანებთან დაკავშირებული 100,000-ობით ფაილი. მოდით რა ვქნათ, იცით, აი სურათებიც ვაჩვენოთ, აი სინამდვილეში ვინ იყო შემჩნეული. ხა ცხადია ჩვენ 100-ობით სურათს ვერ ვაჩვენებთ, უბრალოდ ფორმატი არ მოგვცეს ამის საშუალებაც არცაა საჭირო, მაგრამ აი ყველაზე გავლენიანი, ყველაზე ცნობადი ადამიანები, ვინც ესწრებოდა აი ამ კუნძულს, აი რამოდენიმე ვაჩვენოთ. აი მაგალითად ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელსაც სხვათა შორის არაერთ სკანდალში იყო ეს ადამიანი გახვეული და მათ შორის ეპშტეინის კუნძულზეც ნამყოფია. ხო. შეგვიძლია ბილ კლინტონი და მიკ ჯაგერი, მაგალითად, ეს არის ბილ კლინტონი, ეს არის მიკ ჯაგერი, ეს არის ეპშტეინი. არა, ეპშტეინია მარჯვნივ არის, კაცი. მიკ ჯაგერია შუაში. ხო, ეს არის ეპშტეინი, ეს არის შუაში მიკ ჯაგერი. აი კიდევ ვაჩვენოთ. აი ეს არის პრინცი ენდრიუ, ეს არის ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, რომელიც სხვათა შორის ამ სკანდალის შემდეგ, რომელიც პირდაპირ ხილება მოხდა, რომ ის აი რაღაცა გარყვნილ ქმედებებში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის არასრულწლოვნების მონაწილეობით, ხო და ეს ადამიანი მოკვეთეს ბრიტანული სამეფო ოჯახიდან. სამეფო ოჯახის მაღალი მორალური სტანდარტები გამოხატა ამან. ხო, ბილ კლინტონის კიდე ბევრი საინტერესო სურათი იყო. მაგალითად ეს ეს ხო, აი ჯაკუზიში ვიღაცასთან ერთად, ოღონდ რატომღაც იმის სახე დაფარული. იმის სახე, ნუ არასრულწლოვანი. ხო, აი აბარატოა. რატოა დაფარული, საინტერესო. უარაფერი. აი კიდე არის სხვა სურათი ბილ კლინტონის. ეს სხვათა შორის ეს იყო რაღაც ამ ფაილებში იყო ეს ფოტო, როგორც ვიცი, ეს ნახატი ბილ კლინტონი რატომღაც აი ამ ფორმაში, ამ პოზაში დახატეს ამ ტანსაცმელში, არ ვიცი. ესეც იმის ეს სურათები არის ეპშტეინის სახლიდან წაიღეს. ანუ ეპშტეინს ეკუთვნოდა ყველა ეს სურათი, ანუ როგორ აღმოჩნდა ეს ასე საჯარო სივრცეში, ანუ ეპშტეინის სურათებია. ხო, ეს მიკ ჯაგერი, ბილ კლინტონი ისე მანდ ის რა ქვია, აგერ მაიკლ ჯექსონი, ბილ კლინტონი, ნუ ბილ კლინტონი ესეთი აქაც დაფარულია, აი იმ წინა ფოტოების დაფარულია. ბილ კლინტონი არის, ნუ ამ კლუბის წევრი აშკარა. აქ ეხლა აი ნახეთ ფოტოებში ხო ხედავთ, აი შავად არის დაფარული რაღაც მონაკვეთი. აი ეს დაიანა როუსია ის. ეს არის ვიღაცის სახეა დაფარული. ხო და ნუ კიდე ერთი სურათია, მე ჯაკუზიში ზიან გარე გვაქვს. გარე. არა იმ ამ ეპშტეინს ყავდა კიდევ ერთი ქალბატონი თანაშემწე, რომელიც ასევე ამ საკითხში იყო ღიად გარეული. ხო, იმასთან ერთად აბაზანაშია. აბაზანაში კი არა, ბასენში. მოკლედ, რატომ არის ახლა ეს საკითხი მნიშვნელოვანი? ანუ ყურე ჩვენ როდესაც ამ თემას დავიწყეთ საუბარი, დავასახელეთ ორი სავარაუდო ვერსია, რაც ყველაზე აქტუალურად მუსირებს საზოგადოებაში და ორი ლოგიკური ახსნა არსებობს. პირველი რომ ვიღაცა პერვერტი, იზრვაშენეცი, პედოფილი, სატანისტები არიან და რაღაც ორგიებს აწყობდნენ ბავშვებთან ერთად იმ ეპშტეინის კუნძულზე, რომელიც სხვათა შორის ვირჯინიის კუნძულებზე მდებარეობდა. ეს ერთი ვერსია არსებობს და მეორე ვერსია არსებობს, რომელიც არ უარყოფს პირველ ვერსიას, მაგრამ კარგად ხსნის ზოგადად რა ხდებოდა. ანუ მათ შორის ვინ იყო ეპშტეინი, რატომ იყო ის ასეთი
ცნობილი, რატო ახერხებდა მათ შორის ვიღაც პოლიტიკოსების, პრეზიდენტების, ცნობილი ადამიანების სადღაც ჩაყვანას, კომუნიკაციას, რის ხარჯზე ახერხებდა. არის მეორე ვერსია, რომ მთელი ეს ეპშტეინის კუნძული, მთელი ეს ასე ვთქვათ, მთელი ეს ღონისძიება ბჭყალებში იყო სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი სპეციალურად იმისთვის, რომ ამ ცნობილ ადამიანებზე ქონოდათ კომპრომატები. იმისთვის, რომ მერე ესენი გამოეყენებინათ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. აი სხვათა შორის, აი მე ვიდეოც ჩავაგდე იქ, აი ყველაზე კარგად აღწერს, აი დაახლოებით რასთან მქონდა საქმე, აი იმის მარიო პიუზოს ყველაზე ბესტსელერი წიგნის ნათლიას ეკრანიზაციის მეორე ნაწილის ეკრანიზაციის ერთ-ერთი სცენა. ამის გაშვება მე არ ვიცი რამდენად შეიძლება შეიძლება იმაში. მე მგონი საავტორო კვლევებით არის. ო, აი მაშინ ვისაც ნანახი აქვს ახსნი რაზეა საუბარი. აი ნათლია 2-ში არის ეგეთი მომენტი, როდესაც ეს კორლეონეების ოჯახი გადადიან სხვა შტატში, სადაც ჯერ არა აქვს აი ამ მაფიას თავისი ფესვები გადებული და არა აქვს გავლენა. იქ იწყებენ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან, მთავრობასთან გარკვეულ კომუნიკაციას. და ასეთი სცენა აი მაიკლ კორლეონესთან ერთად თავის სახლში საუბრობს იმ შტატის სენატორი, რომელიც ღიად აფიქსირებს, რომ არ მოსწონს ესენი, არ უნდა ამ მაფიის ხილვა თავის შტატში. უпростоრედ კი არ უნდა ცოტა აგდებულად შეურაცხყოფელი ფორმით ელაპარაკება და პირდაპირ ულტიმატუმს უყენებს, რომ თუ რაღაცა გინდა შენ, მაშინ ამდენს მოიტან, ამდენს, ძალიან შეურაცხყოფილად ელაპარაკება და ულტიმატუმს უყენებს. რაზეც შემდეგ აი ამ სცენის მერე ჩვენ ფილმში ვხედავთ შემდეგ სცენას უკვე ეს სენატორი სადღაც ოთახშია საწოლთან ზის და ამ საწოლზე მკვდარი ახალგაზრდა გოგონაა ეს სენატორი ტირის არიცის რა მოხდა რატომ არის ის ახალგაზრდა გოგონა მოკლული შემდეგ ამ კორლეონების მაფიის ერთ-ერთი ოჯახის წევრი მიდის ამშვიდებს ეუბნება რომ ნუ გეშინია ჩვენ მეგობრები ვართ ეს ასე ვთქვათ თვითონ სადაც არის ეს მათ ეკუთვნით ეს ბორდელია მათ ეკუთვნით ამიტომ ამ გოგოს არავინ არ აყავს ის უპატრონოა ვერავინ ვერ გაიგებს ამის არსებობას სამაგიეროდ შენ გახდები ჩვენი მეგობარი ანუ გასაგებია რაც მოხდა ხო ეს სენატორი აი ამ გოგონას იმკვლელობით გახდა უკვე პირდაპირ დამოკიდებული ამ მაფიაზე, იმიტომ რომ უკვე კომპრომატებიც ექნებოდათ, გადაღებულიც ექნებოდათ ყველაფერი და ნუ ის სენატორი მთელი ცხოვრება იძულებული იქნებოდა ემუშავა მაფიაზე. ხო, აი დაახლოებით, როგორც ჩანს, როგორც სხვადასხვა ინფორმაციები ჟურნალს და ეგ ლოგიკურიც არის, ამ ეპშტეინის კუნძულით სპეცსამსახურებმა, ამ ამერიკის სპეცსამსახურებმა ეგეთი სივრცე ჰქონდათ მოწყობილი, სადაც ნუ არ კლავდნენ ადამიანებს, მაგრამ მცირეწლოვანი, ასე ვთქვათ, ბავშვების ჩართულობით ხდებოდა აი უმძიმესი კომპრომატების მოგროვება პოლიტიკოსებზე და ნუ მთელი ცხოვრება შემდეგ ეს ადამიანები დამოკიდებულები იქნებოდნენ, ცხადია, იმ სპეცსამსახურების სურვილზე და ნუ ბილ კლინტონის შემთხვევაში ეს ხომ ცალკე მეტყველებს იმაზე, რამდენად უპასუხისგებლო ადამიანებით შეიძლება აღმოჩნდნენ უმაღლეს თანამდებობები, ხო? კი, მაგრამ მან ნახე მე მაგ ვერსიასთან მაგ ერთი აი შეუთავსებლობის განცდა. ნახე სპეცსამსახურებმა შეიძლება მასეთი რაღაცა დაუშვათ ჩაიფიქრონ. ისმის აი ჩაიფიქრენ რაღაც ზაკრული გეგმა რომ მოდი აი უკიდურესად ამორალური გარყვნილი გზით ვიღაცები კომპრომატები მოაგო. ჯერ მაქს ვიღაცა სპეცსამსახურები რომ
მაგ სამუშაოს ატარებენ, ეგ ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს თვითონ ამ სპეცსამსახურების მორალურ სახეზე. რა არის? ხო, მაგრამ ეგ უნდა ითქვას, რომ ვიღაცა რომელიღაცა სპეცსამსახურმა გადაწყვიტა, რომ მოდი ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია ჩავატაროთ. და მაგითი ვიღაცები დავაბათ. ნუ ეგ უკვე მეტყველებს იმ ქვეყნის მორალურ სახეზე ერთი, მაგრამ ნახე, ვიღაცამ რომ ეგ გადაწყვიტოს, მაგისთვის უნდა არსებობდეს უბრალოდ ის კონტინგენტი კი არა, რომელიც მაგას ჩაებრუნებს. მთელი ელიტა ისეთი უნდა იყოს, რომ ეს მთელი ელიტა კი არ გაგიჟდა და ესენი ბიჭო, რას ჩალიჩო. ესენი რაში არიან ჩაბმულები? ამათი ავადმყოფი დედავატირე, ეხლა ამათ დედაუტიროთ ნორმალური ქვეყანა. ცეცხლის გარეშე არ არის. ანუ მე რატომ მიჩდება განცდა, რომ აი თლად ისე არ გამოდის, რომ აი სპეცსამსახურებმა ვიღაცების ხო ეგ რაღაცა პროცენტი იქნება გარყვნილი ავადმყოფების, რომლებიც მაგას ჩაბმადია, ხო? და ვიღაც მასეთი გარყვნილი ავადმყოფების კომპრომატების მოგროვების მექანიზმი მონახეს. თუ ეგ საკმარისად ფართო არ იქნებოდა სპექტრი გარყვნილი ავადმყოფების უცნაური კონცენტრაციის მაგველზე, სადაც არავინ არ გამოჩნდა 30 წელი, რომ ამაზე აღშფოთდებოდა და მხოლოდ მსხვერპლების რაღაცა ნათესავების და ახლობლების განცხადებება, რომ ზედმეტი ხმაურები გამოიწვია, მე ხალხი აღშფოთდა, ხო? იმიტომ რომ მან ცოტა ეს სპეცსამსახურების საქმე ანუ მაშინ გამოდის რა იცი, სპეცსამსახურებს მაშინ იმაზეც უნდა ემუშაოთ, რომ მთელი ეს ელიტა დაკომპლექტებულია ავადმყოფი იზვრაშენცების შემადგენლობით. მაშინ თუ ეგ სპეცსამსახურებმა იმუშაოს, შეიძლება ეგ ფორმატი მასეთი მორალური სტანდარტების ფორმირების ეგ იყო აი ხანგრძლივი რაღაცა შინაგანი გადარჩევის პროცესი.